დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკას ოპატაშვილი შემოგვიერთდა. დილამშვიდობის მამა ლუკა, გმადლობთ მობრძანებისთვის. დილამშვიდობის ქრისტიანს დგა. ჭეშმარიტად. გაიხარეთ. მამა ლუკა, საქართველოს უახლეს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეები არის, ისტორიული დღეებია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას ახალი მწყემსთავარი ჰყავს. თქვენ ესწრებოდით როგორც 11 მაისს არჩევნების დღეს ამ პროცესს, ასევე რა თქმა უნდა მისი უწმინდესობის ინტრონიზაციას. ამ დღეების მნიშვნელობაზე ვისაუბროთ და შემდგომ უკვე თავად თუ რას ნიშნავს იყო პატრიარქი და მისი მოვალეობები როგორი არის. დავწყოთ თავდაპირველად 11 მაისით, რომელიც უშუალოდ იყო არჩევნების დღე. რა მნიშვნელობა ჰქონდა არჩევნების სწორად წარმართვას და ზოგადად რა მნიშვნელობის იყო? რა მოხდა ამ დღეს საქართველოს ისტორიაში? როგორც სულიერ თვალსაზრისით, ასევე რა თქმა უნდა მისი პირველ რიგში ისტორიულად იყო დიდი მოვლენა და მადლობა ღმერთს რომ ამ ისტორიული მოვლენის მონაწილე ჩვენ ყველანი გავხდით. ერთობით ვესწრებოდით იქ თუ არ ვესწრებოდით, ყველაფერი გამჭვირვალეთ მიდიოდა და მადლობა ღმერთს, მადლობა ორგანიზატორებს, რომ ძალიან დახვეწილად იყო ყველაფერი, უბრალოდ არანაირი შეფერხება, ტექნიკური შეფერხება და არაფერი არ ყოფილა და მადლობა ღმერთს, რომ წმინდა სინოდს მიეცა თავისი არჩევანის გაკეთების საშუალება, ერს მიეცა საშუალება, რომ ეყურებია ამ წმინდა პროცესისათვის. მე იქ ვესწრებოდი და ხედავდი, რომ ძალიან დიდი მადლი იყო, რაღაცა სიმყუდრო იყო, სხვანაირი იყო ყველაფერი და ამ პროცესის თავში რო ღმერთი არის, ეს იგრძნობოდა. სამი კანდიდატი იყო პატრიარქობის და როგორც ვიცით და სამივე უძლიერესი პიროვნება. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ერთს ყავს ასეთი ადამიანები. აი მათი ისტორიებს რომ გავეცნოთ, ბიოგრაფიებს, ეს ადამიანები, ესე იგი ათეისტურ პერიოდში მყოფი ქვეყნის დროს გამოვიდნენ, რომ ღმერთის მსახურება ყოფილიყო. თითოეული მათგანი სადაც მივიდა, ხრიოკზე ეკლესია შექმნეს. ეკლესია ესე იგი შენობა კი არა, ორგანიზება, ღვთისმეტყველება, საფრთხო მადლის დინება გამოიწვიეს, რომ როგორც ერთ-ერთ თხზულებაში აგეოგრაფიულში რომ სული წმინდის მადლით მორწყულიყო ეს ჩვენი სამშობლო და თითოეულ მათგანს ესე იგი საოცარი პროგრამა ჰქონდათ თითოეულ მათგანს როგორც სულიერი განვითარებისთვის ისე განათლების სფეროში და ესე და მე ამაზე ვფიქრობდი მაშინ რომ ჩვენი სიძლიერე არის არა რომელიმე ერთი კანდიდატურის გამარჯვებაში, არამედ ჩვენს ერთობაში, რომ ეს სამი ნიჭის მქონე ადამიანი, კონკრეტულად და ჩვენ კიდე ხო ბევრი გვყავს და მთელი ერი ვართ, არა ვართ ჩვენ უბრალო წარმონაქმნი რაღაცა ბოგანოები არა ვართ. ჩვენ ვიცით საიდან მოვდივართ და ჩვენ ვიცით საით უნდა წავიდეთ და საოცარი და სწორედ ერთობაშია დიდი ძალა და რაც გამოვლინდა სწორედ წმინდა სინოდის ორგანიზებულობით და ეკლესია ამით არის ძლიერი და კარგი ეკლესიური ერთობა, რომელიც ჩვენს ერთსაც აერთიანებდა ესე იგი ოდითგანვე 1000 წლეულების მანძილზე და დღესაც გვაერთიანებს ჩვენ და აი მათი ერთობა ეს ჩანს და ესე იგი კიდე რას მივაქცია იცით ყურადღება თითოეული მათგანის პროგრამაში იყო რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანზე საუბარი და ის გამიხარდა რომ ჩვენ ახლა სწორედ ამ მნიშვნელოვანის აღსრულების პერიოდი მოგვივიდა. უწმინდესმა პატრიარქმა ილიამ ურთულესი პერიოდი გამოგვატარა. მე არ ვიცი ახლა ათეისტური პერიოდიდან დაწყებული იმდენი პოლიტიკური ცვლილებები, იმდენი უცხო გავლენები, იმდენი რყევები, იმდენი ომები, იმდენი ფსიქოლოგიური პრობლემები, აი არ ვიცი როგორ გაძლო ერმა, მაგრამ აი ღვთის მადლით, ღვთისმშობლის კურთხევით და პატრიარქის სიმტკიცით, რომელიც მას ჰქონდა და დიპლომატიურობა თავის დროზე და სიმტკიცე თავის დროზე და
აი საოცარ რაღაცას პერიოდთან მიგვიყვანა პატრიარქმა და აი ეხლა სწორედ იმის დრო მოვიდა, რასაც თითოეული კანდიდატი თავის პროგრამაში საუბრობდა და ეს დიდი ბედნიერებაა, რომ ერს ენერგია არ დაეკარგოს პრობლემებთან ბრძოლაში, არამედ ერმა თავისი ენერგია გამოიყენოს ახშენებაში და ჩვენ ზოგადად ისტორიულად თუ ვიტყვით და ფსიქოტიპებად თუ შევხედავთ ჩვენს ერს ზოგადად და თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენ უფრო მშენებელი ტიპი ვართ. ანუ წინსვლა გვიხარია, ანუ სიხარულის ერი ვართ ჩვენ. და როცა გულში სიხარული გაქვს, ადვილად გამოგდის ყველაფერი. სხვა შორის ჩვენს ერს თუ სიხარული არ აქვს გულში, აი არაფერი აღარ ეხალისება მერე. არ ეხალისება და ვერ ფუნქციონირებს კარგად. გუშინ მოხდა აღსაყდრება მისი უწმინდესობისა და უნიტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო მესამის და ამ დღის მნიშვნელობაზეც რომ ვისაუბროთ, თქვენ წეგან ახსენეთ თუ რა პერიოდი გამოგვატარა მისმა უწმინდესობამ და სწორედ უწმინდესმა შიო მესამემ ბრძანა, რომ ახლა სწორედ ის დანატოვარი, რომელმაც ილია მეორემ დაგვიტოვა, მნიშვნელოვანი არის რომ ეს შევინარჩუნოთ და უფრო მეტად მოუფრთხილდეთ და შესაბამისად განვავითაროთ. ეს არის სწორედ იმ დანატოვარის დიდი მამის გაგრძელება და ვალი, ასე ვთქვათ, სულიერი შვილების, როგორც უწმინდესმა შიო მესამემ ბრძანა. რას ნიშნავს ზოგადად აღსაყდრების დღე, რა მნიშვნელობის არის სულიერ თვალსაზრისით, ისტორიული თვალსაზრისით და ასევე როგორი არის გზა პატრიარქისა, იმიტომ რომ მისი უწმინდესობა ილია მეორეც აღნიშნავდა თუ რამხელა ჯვარი არის დიდ პატივთან ერთად და ასევე ახალმა პატრიარქმა შიო მესამემ აღნიშნა, რომ იღებს პატრიარქად წოდებას დიდი პატივით და ამავდროულად აცნობიერებს ამ პატივის დიდ სიმძიმეს. და თავისთავად მნიშვნელოვანია ისიც, როდესაც ხდება ამ ყველაფრის ერისთვის გადაცემა და ერის მხარში დგომა არის ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც მისი უწმინდესობა ილია მეორე ბრძანებდა, რომ არა უფლისა და ხალხის სიყვარული შესაბამისად ამ მძიმე ჯვრის ტარებას ვერ შეძლებდა და ღმერთმა ინებოს, რომ ასე გაგრძელდეს სწორედ ეკლესიისა და ხალხის ურთიერთობა. როგორი არის მნიშვნელობა პატრიარქის, როგორი უნდა იყოს მისი სულიერი სიმტკიცე, იმიტომ რომ ძალიან დიდ სირთულეებს შევეჯახებით თავისთავად ამ დიდ გზაზე. კი, პირველ რიგში სასიხარულო იცით რა არის, რომ ჩანს რომ ღმერთი მოქმედებს. ჩანს რომ ღვთისმშობელის ერი რო ვართ და ღვთისმშობლის ქვეყანა რო ვართ, ღვთისმშობელი მოქმედებს. და ეხლა შემთხვევით ჩემი აზრით არ მომხდარა, რომ აი ვთქვათ ამ პერიოდს დაემთხვა ეს. ხო შეიძლება სექტემბერში მომხდარიყო ან იანვარში ან რა ვიცი როდის ნებისმიერ დროს, მაგრამ აი ეს რაღაცა ანდრია პირველწოდებულის შემობრძანება საქართველოში, ღვთისმშობლის წილხვედრილობის დღესასწაული. ეს დღესასწაულები პატრიარქმა ილიამ შემოიღო და აი მაგათაც ჩვენი ეკლესია 2005 წელს დავიწყეთ ზუსტად ამ დღეს 12 მაისს, მაგრამ დავიწყეთ იმიტომ რომ ორშაბათი დღე იყო და მზე გამოვიდა და ტალახი აღარ იყო და შეიძლებოდა დაწყება და ეს დღესასწაული არც ვიცოდით, მაგრამ შემდგომში გამოცხადდა და თურმე ეს რა ბედნიერი დღე ყოფილა და ეს ჩანაწერები რომ აქ ისტორია ჩვენი ეკლესიის მშენებლობისა 12 მაისი არის დასაწყისი. პირად ცხოვრებაშიც ჯვარი დავიწერეთ მეუღლესთან 12 მაისს და რაღაცა სხვანაირი დროა, ღმერთი მოქმედებს და პატრიარქმა აღადგინა ეს დღეს, ილიამ აღადგინა ეს დღესასწაული. აი ხო არის ფსალმუნებში ესეთი რამე, რომ იგი ღმერთის მტრები ცდილობენ რომ ციტირებას ვერ ვაკეთებ, ერთ-ერთ ფსალმუნშია, რომ გააუქმონ საღვთო დღესასწაულები, გააუქმონ და ჩვენ გვქონდა პერიოდი, როდესაც საღვთო დღესასწაულები გაუქმებული იყო და ერი რაღაცას დღესასწაულობდა. ამ დროს დაიწყო უწმინდესმა ილიამ მოღვაწეობა და ერთ-ერთი დღესასწაული, რომელიც შემოიღო და აღადგინა უпростоრედ, ეს არის ანდრია პირველწოდებულის შემოსვლა. ეს არის ღვთისმშობლის წილხვედრილობა.
ეს პროცესია ზოგადად, რომელიც მიმდინარეობს და პატრიარქი სწორედ, როგორ თქვა, ღმერთის მოადგილედ ითვლება. ესე იგი, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ხო მოციქულები გააგზავნა სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის ჩვენ ქვეყანაშიც მოვიდნენ მოციქულები და ანდრია პირველწოდებულის მოსაყდრი ის არიან ტახტზე მსხდომნი არიან და აი დღეს 12 მაისს რო დაემთხვა ეს ყოველივე ნიშნავს რომ ეს არ არის შემთხვევითი ყველაფერი ეს ღვთისმშობელმა თავის ნაცვლად ანდრია გამოაგზავნა ანდრიას საყდარზე უწმინდესი ილია იყო 152 პატრიარქი შიო მესამეა ეხლა ანუ ეს დიდი ბედნიერებაა ერს რო ყავს პატრიარქი და როგორც თქვით აი ბიბლიური ანალოგის მოყვანა შეიძლება მოსე უძღოდა მონობიდან გამოყვანილ ერს და უდაბნოში მომავალ ერს საშინელ პერიოდში და ისუნავემ კი აღთქმულ ქვეყანაში შეიყვანა და აი ჩვენს ერშიც ეხლა ესე მოხდა საშინელი პერიოდიდან გამოვედით, უდაბნო გამოვიარეთ და ეხლა მოვიდა დრო, რომ ჩვენ შევიდეთ აღთქმულ ქვეყანაში. ანუ ჩვენ რაღაცა ოქროს ხანა უნდა დავაყენოთ ყველამ უნდა გავიხაროთ და აი უწმინდესი შიოს პირად თვისებებს რო ვაკვირდები, ბევრი ღირსებით არის შემკული და ერთ-ერთი თავარი არა, ჩემთვის უპირატესი, რაც მის ესე იგი თვალში გვხვდება მასთან ურთიერთობის დროს, ეს არის ძველი ქართული თვისება, რომელიც ყოველთვის გიორგი მთაწმინდელს თუ ჩვენ აგიოგრაფებს თუ წმინდა მამებს ყოველთვის გამორჩეული ჰქონდათ და პირველ ადგილზე აყენებდნენ. ეს არის ქართველთა ერის უმანკოება და სიწრფელე. ეს ბუნებრივი თვისებაა ჩვენი. და წარმოიდგინეთ ახლა ეს მდგომარეობა დაკარგული შეიძლება არის და ეს აღსადგენია და აი ჩვენს ახალ პატრიარქს შიო მესამეს ახალი დროების ნიშნად მოაქვს ეს რომ მოვიდა უკვე დრო როდესაც ჩვენ უმანკოება და სიწრფელე ცხოვრების წესად უნდა გავიხადოთ იმიტომ რომ გავიხაროთ თუ უმანკოება და სიწრფელე არ გექნება სიხარულს შენი გული ვერ განიცდის და ჩემი აზრით მოვიდა ეს დრო და ნიშანია ღვთისა რომ ესე იგი ორგანიზაციულ საკითხებსაც ეშველება ყველაფერს ეშველება თუ უმანკონი და წრფელნი ვიქნებით და თუ ჩვენში სიხარული იქნება თუ ჩვენში სიხარული არ იქნა ჩვენს გულში ჩვენ ვერ ვავლენთ სიძლიერეს პირად ცხოვრებაშიც და საერო ცხოვრებაშიც ამიტომ პატრიარქი ეს არის წინამძღოლი რომელიც გვიძღვის ღმერთისკენ და როგორც ერთი წმინდანი ამბობს ადამიანი რასაც ქადაგებსო ანუ რასაც საუბრობსო თქვა რასაც ქადაგებს სიწმინდეზე საუბრობს მას ვალდებულება აქვს რომ წმინდა იყოს და ნუ ეს ადამიანი უბრალოდ როგორია იცით მე მაგალითად ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა პირველად რო შევეხე მას წლების წინ რომ ასეთ ეპოქაში, ასეთ პერიოდში მეც დაახლოებით იმ დროს დავიბადე, ხედავდი ირგვლივ რა ხდება, ასეთ პერიოდში, ასეთი წმინდა ადამიანი როგორ გამოვიდა, როგორ დაიბადა, აი ჩვენი ერი, საოცარი ერი, აი ნატრისხეშია ეს რომ ნუ გეშინიათო ხალხო, კიდე დაგვებადებიანო, დავით აღმაშენებლებიო, თამარ დედოფლებიო, ქეთევანი. ჩვენ დაგვებადება დიდი ადამიანები და ძლიერი ადამიანები, მაგრამ აი მადლობა ღმერთს რომ ყავს, რეალურად ყავს და მისი სიწმინდე და სიწრფელე ღმერთმა ესე იგი ჩვენს ესე იგი ნიშნად უნდა მივიღოთ ჩვენ რომ ჩვენც იგივე გზით გავიდეთ და როცა ასეთი ადამიანი სულიერებაში ყავს პირველ იერარქად ნიშნავს რომ შენ ესე იგი გაფილტრავს შენამდე თქვათ აზრებს, ქცევებს და ასე შემდგომ რომ შენც იგივე შეძლო და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ და მადლობა ღმერთს რომ ეხლა ამ პერიოდში ვართ, იმიტომ რომ უწმინდესი ილიას დროს უამრავი როგორც ვთქვით, ომები, პოლიტიკური ცვლილებები და ასე შემდგომ გამოვიარეთ. ეხლა სხვა დრო გვაქვს. მადლობა ღმერთს რომ მთავრობა და მხედრობა გვიცავს სიმშვიდეში ერს და ერს გვაქვს ბუნებრივი განვითარების საშუალება. ანუ რაც ჩვენი ბუნებაა, ის უნდა განვავითაროთ. ამ ჩვენ ბუნებას ცუდი უნდა ჩამოვაშოროთ და კეთილი უნდა გამოვაბრწყინოთ და ეს არის მოვალეობა მთავრობისაც და ეს არის მოვალეობა
მთავრობის მოვალეობაა, რომ ერმა სიმშვიდეში იცხოვროს და პატრიარქის მოვალეობაა, რომ ერს გზა უჩვენოს. ესე იგი არა მარტო იცხოვრო მშვიდობაში და ისიამოვნო, არამედ ღმერთისკენ რო იარო. ანუ ჩვენ რაც გქონდა ისტორიულად, ის უნდა აღვადგინოთ ახლა და ჩემი აზრით ეს დრო მოვიდა და ჩვენ ამას შევძლებთ. შეიძლება ახლა მოწამეობრივად არ მოგვიწევს ცხოვრება, ხო არ გვიწევს ახლა თავისთავად რომ ქრისტიანობა ჩვენ სიცოცხლის ფასად დავიცვათ, ხომ ჩვენ არაერთი წმინდანი გვყავს თავისთავად და ძალიან კარგად იცის ჩვენმა მაყურებელმა მათი ცხოვრება თუ როგორი იყო და როგორ აღესრულნენ ისინი. მაგრამ ახლა ზოგი პატრიარქი მოგვიკლეს ბუნდოვან სიტუაციაში ვერ გავიგეთ რა ზოგი აწამეს, ზოგი იქიდან გადმოაგდეს ნარიყალას ციხიდან, რა დროები აქვს გამოვლილი ჩვენს ერთზე, ხო სასწაულია რომ დღემდე მოვახციეთ. აი მაგალითად თქვენ რომ დღეს სიცოცხლეს ატარებთ, შემოსული ხართ ამ ეს სასწაულია და მე აი თითოეულ ქართველის სიცოცხლეს უყურებ როგორც სასწაულს. იმიტომ რომ მართლა სასწაულია. მაგალითად ოქროს ხანის შემდგომ მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18 საუკუნე, მე-19 საუკუნე ისეთები იყო, როგორ გადავრჩით საერთოდ. ეს მარტო ღვთისმშობლის ის არის სასწაული და ეს მართლა ღმერთი მოქმედებს. და დღეს უკვე პრეტენზია კი არა გვაქვს, მოვიდა დრო რომ უნდა გავბრწყინდეთ. ანუ ტალახი უნდა მოვიშოროთ, რომ გამობრწყინდეს ის სილამაზე, რაც ღმერთმა ჩვენში ჩადო და ჩვენ ეს გვაქვს ეს სილამაზე. აი თითოეულ ჩვენთაგანს. და მადლობა ღმერთს, რომ ასეთი წმინდა ადამიანები გვიძღვიან წინ და რეალურად წმინდა ადამიანი. დიახ. და მინდა ისიც დავამატო, რომ მართალია დღეს არ გვიწევს ამ ყველაფრის გავლა, მაგრამ დღეს თანამედროვე ცხოვრებაში სხვა სირთულეები არის, სხვა გამოწვევები არის, რაც პირდაპირ სულიერი თვალსაზრისით ზიანს აყენებს ადამიანს, ხომ და ეს არის ალბათ ის დრო, როდესაც ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს თავისთავად და საქართველოს პატრიარქმა შიომე სამემ გთხოვა მოგმართა ერს რომ ვილოცოთ მისთვის და ჩვენ შევეხიდოთ მას და ჩვენი მოვალეობაც არის რომ არ მხოლოდ მის უწმინდესობას უხეშად რომ თქვა ავკიდოთ ეს ვალი და მოვალეობა, არამედ ჩვენც მხარში დავუდგეთ და ჩვენ სათითაოდ ყველამ კარგად გავისიგრძგანოთ ჩვენი პასუხისმგებლობა. ჩვენი წარმატების და ერთობის და ნებისმიერი პრობლემის დაძლევის ესე იგი საშუალება ეს არის როდესაც ყველა თავის საქმეს გააკეთებს და სრულყოფილად. ამიტომ ვალდებულება გვაქვს, რომ მე ტვირთად კი არ უნდა ვაწვე ჩემს ერს და ჩემს ქვეყანას. მე რაღაცაში უნდა ვიყო სრულყოფილი. აი რაღაცა სრულყოფილად უნდა შევისწავლო, რაღაცა პროფესია უნდა შევისწავლო სრულყოფილად. და მე როდესაც ვიზრდები, ჩემი პირველი მიზანი უნდა იყოს, რომ ვიყო პატიოსანი და ვიყო პროფესიონალი. ამას ილია ჭავჭავაძე საოცრად ამბობდა, რომ ეხლა ხმლის ქნევის დრო არ არის. ეხლა არ არის ნერვების შლის და რაღაცის დრო. ეხლა არის უბრალოდ პროფესიონალიზმის დრო. არა ვართ ჩვენ ცოტანი. თუმცა საშინელებაა რომ 40,000 აბორტი კეთდება და რაღაცა ერი თავს იკლავს, მაგრამ მაინც არა ვართ ცოტა. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზეა რომ თავს ვიკლავთ, მაგრამ მაინც არა ვართ ცოტა და ღმერთმა ქნას რომ შევაჩეროთ თვითმკვლელობა, მაგრამ მე პროფესიონალი უნდა გახდე რაღაცა საქმეში. რაღაცა რაც შენ გიხარია იმ სფეროში, მიაღწიე მაქსიმუმ წარმატებას. და დღეს გვყავს ჩვენ ასეთი ადამიანები, რომ წარმატებულები არიან მეცნიერებაში, წარმატებულები არიან ბიზნესში, წარმატებული არიან სპორტში, ხელოვნებაში. რაშიც გინდა ამ ქვეყანაზე ხო მრავალი ფერია და რომელი ფერიშიც გინდა გაიხარე და მაგრამ ჩვენ როგორც თქვით, ბევრი გამოწვევა გვაქვს და პრობლემები, მაგრამ მე ერთ მომენტს ვარ დანაკვირვები, რომ ქართველს თუ უხარია, პრობლემებს ვერ ხედავს. იმიტომ კი არა რომ ბრმავდება, არა, ვერც გრძნობს. იმიტომ რომ როცა გიხარია, ღვთისმეტყველურად რო ვთქვათ, შენ ღმერთთან ერთად ახარ, ანუ სინერგია, ანუ ღმერთთან კავშირი იწვევს ძალიან დიდ ემოციას, რომელსაც ჩვენ სიხარულს ვეძახით. და როდესაც ღმერთი შენთან ერთად არის, ნებისმიერ პრობლემას დაძლევდა. ჩვენ ისტორიულად რო ვთქვათ, ნებისმიერი პრობლემა დაგვიძლევია და ნებისმიერი ეპოქა დაგვიძლევია და ნებისმიერ პრობლემას ეხლაც დავძლებთ. მით უმეტეს რომ ჩვენ უნდა გქონდეს ერთობა და სიკეთე და
სიწრფელე და უმანგოება და აი სამი საპატრიარქო კანდიდატი რო იყო, ესენი რო ერთად გააერთიანო, ანუ მათი პროგრამები რო გააერთიანო, უკვე უნაკლო ერად ყალიბდებით ღმერთის თვალში და ღმერთმა შეგვაძლებინოს რომ ეს შევძლოთ და ჩვენ ამას შევძლებთ, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ესე იგი ვიღაცა ბოგანო როგორც ილია ამბობს, ჩვენ ვართ ოქროს ხანა გამოვლილი ადამიანები, ჩვენს სისხლს ახსოვს ოქროს ხანა, როდესაც აი რუსთაველის ფესტღაოსანში რაც არის, რომ ადამიანები ცხოვრებაში პირველი იყო მეგობრობა, სიხარული, სიყვარული, ღმერთის ერთგულება და ჩვენს ცხოვრებაშიც იგივე უნდა გადმოვიდეს. და ძალიან მნიშვნელოვანია აი უწმინდესი შიო ასეთი შინაგანად ასეთი ტიპია და ზოგადად ეს უნდა ითქვას, რომ ეს ქვეყანა ორად ყოფს ადამიანებს და აი ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქრისტემ თქვა ერთხელ იქადაგა მე ვარ ჭეშმარიტება, გზა და ჭეშმარიტება. პილატემ ერთხელ ქრისტეს კითხა, რომ რა არის ჭეშმარიტებაო და ნახეთ რა ხდება, ესე იგი უღმერთოდ დარჩენილი ადამიანი კითხვას სვამს, რა არის ჭეშმარიტება? ჭეშმარიტება, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობა, ჭამა, სმა, ფული, სიამოვნება, დროსტარება, რა არის ეს? ანუ რა ეს არის ჭეშმარიტება? აი ქრისტემ სხვა რამე მოგვიტანა, ვინ არის ჭეშმარიტება? და ჩვენ დღეს ერი ამაზე უნდა გადავეწყოთ. ჩვენ ვართ 100,000 მოწამის ერი, რომელსაც თავი გაუწირია ქრისტესთვის, რაღაცისთვის კი არა, ქრისტესთვის და ჩვენ აი ახლა უნდა გადავიდეთ ამ რელსებზე, როდესაც ჩვენ ვიტყვით ვინ არის ჭეშმარიტება და იმისთვის ვიქნებით მოღვაწენი და იქეთკენ მავალნი ვიქნებით. მე ვარ გზა და ჭეშმარიტება, ეს უნდა ვიპოვოთ და მადლობა ღმერთს, რომ ესე იგი აქეთკენ მიდის ჩვენი ერი თუ ბერი, მთავრობა თუ მხედრობა თუ ესე იგი ჩვენი უწმინდესი ამ გზის მაჩვენებლები არიან და ეს მოდის ეს დრო. ამიტომ რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ჩვენ ენერგიები არ უნდა ვხარჯოთ პრობლემებზე, ნერვიულობაში და ნგრევაში. ჩვენი ენერგია ძალიან ენერგიული ერი ვართ. ჩვენი ენერგია უნდა დაიხარჯოს შენებაში და წინსვლაში. ჩვენც შეგვიძლია და ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ყველანაირი პირადი პრობლემა, ცოდვა, ცოდვის მოყარეობა მოვიშოროთ, რომ უბრალოდ ამოვისუნთქოთ, რომ უბრალოდ აღფრთოვანდეთ, რომ უბრალოდ მოვსულიერდეთ. ნახეთ რა სიტყვები გვაქვს ქართველებს, რომ მე უნდა გავხდე სულიერი, აღფრთოვანებული, სიხარულით სავსე და მე იქ რომელ პრობლემას შეიძლება ვერ მოვერიო. დიახ, და გარდა იმისა, რომ ადამიანმა უნდა იზრუნოს თავის საქმიანობაზე და ჩამოყალიბდეს კარგ პროფესიონალად, თავისთავად უმთავრესი არის ალბათ ის, რომ როდესაც ჩვენს ხელთ არის ყველაფერი, ჩვენს თვალწინ არის ყველაფერი, მობილურშიც კი შეგვიძლია რომ მოუძებნოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, ისტორია, ვილოცოთ, ლოცვებიც კი მობილურში არის ახალი, ყველაფერი შეიძლება აბსოლუტურად, ხომ არ არის საუცილებელი, რომ მაინც და მაინც მაგიდასთან მიჯდე. და შესაბამისად ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ უფრო მეტად გავიზარდოთ სულიერად, ხელმისაწვდომია ეს ყველაფერი და შესაბამისად, როდესაც რწმენა და ცოდნა ერწყმის ერთმანეთს თავისთავად უფალს უმეგობრდებით, ხო? მამა ლუკა ასევე სადღაც 2 წუთი გურჩება დაახლოებით 1 წუთი და სვეტი ცხოვლის მნიშვნელობის შესახებაც რომ ვთქვათ 2-20 სიტყვით, სადაც მოხდა მისი უწმინდესობის ინტრონიზაცია. ნუ ეს დიდი სიძველეა, დიდი სილამაზეა, დიდი სიკეთეა, დიდი ტრადიცია, დიდი მშვენიერება. ქართულ აი სვეტი ცხოველი ქართულად მშვენიერია. ესე იგი თავს კი არ გაწონებს, რომ ხედავ რომ ეს დიდია და რაღაცა ზუსტად ქართული არქიტექტურა, სადაც უფლის კვართია დაკრძალული, მსოფლიოს ყველაზე დიდი სიწმინდე და საოცარი რამ მოხდა მცხეთაში და შესაბამისად საქართველოში. ძველი აღთქმა გადავიდა ახალ აღთქმაში და ამიტომ ცენტრი ღვთისმეტყველური
სოფლიოსი მოხდა აი აქ საქართველოში. სვეტიცხოველი არის სასწაული. იმიტომ რომ ძველი აღთქმა გაგრძელდა ახალ აღთქმაში და ჩვენ ვართ ესეთი, ჩვენ პიროვნულად, კულტურულად ქართველებს შეგვიძლია რომ რწმენა და ცოდნა გავაერთიანოთ, ანუ გულიანიც ვიყოთ და გონიერიც ვიყოთ და ჩვენ და ნებისყოფიანიც ვიყოთ. ჩვენ ასეთები ვყოფილვართ. ჩვენი არქიტექტურაც ამაზე მოწმობს. ჩვენი გადარჩენილი ნაფლეთები, რაც შემოგრჩა ჩვენ სამშობლოში, ამაზე მეტყველებს, რომ ძალიან დიდი კულტურის ერი ვართ და ეს კულტურა ჩვენ დღესაც უნდა შევქმნათ. არა წარსულში ვიყუროთ, არამედ აწმყოში და მომავალში და ჩვენ ამას შევძლებთ და მადლობა ღმერთს, რომ ასეთი სიტუაცია უკვე მოსულია საქართველოში და ღმერთმა დაგლოცოს თითოეული ჩვენთაგანი. გმადლობთ მამა ლუკა მოგზაურობისთვის და როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ დიდი ხუმში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი.